გამარჯობათ კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. ნინო ძვირფასო, გამარჯობა, ზღაპრულად გამოიყურები, საოცარი ფონის წინ დგახარ. მადლობა დიდი ამ სილამაზისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ყველანი ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზულად შევუდექით უკვე მუშაობას. ახალ ენერგიას იღებს ჩვენი ჩათი. ახალი ენერგიით ვაპირებთ წინსვლას, ძალიან მალე უნდა ავიდეთ ბრილიანტებზე, ყველა აბსოლუტურად ხომეთან ხმები ნინო. და აი ეს შემართება გვინდა რომ თქვენც გადმოგედოთ და აი ეხლა რამდენიც ვართ 10,000-ჯერ რამდენი უნდა გავხდეთ. მე მინდა ნინოს წარმატება ვუსურვო. თქვენ კი ძვირფასო მეგობრებო, კარგად მოკალათდით და მოემზადეთ სენსაციური პრეზენტაციისთვის. ჩვენი საყვარელი ნინოს წარდგენით, ჩვენი ძვირფასი ადამიანის, რომელიც რომ იტყვიან ლივგუდის დაბადებასთან ერთად მოყვება და აი აქამდე ჩვენთან არის, ერთგულად არის და გვაძლევს სტიმულს იმისათვის, რომ არ დავყაროთ ფარხმალი. გისმენთ საყვარელო ყურადღებით ყველასთან ერთად, სტუმართან ერთად და პარტნიორებთან ერთად, მეც ყურადღებით გისმენთ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა, ასეთ წარდგენისთვის. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ეს აქვთ და კომპანია ლიგულთან ერთად ნამდვილად გულით ვამბობ, რომ დავიბადე მეც. ხელმეორედ დავიბადე მეგობრებო. რადგან აქ არის უზღვავი შესაძლებლობები. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარი. ჩემს ვიდეოს, როდესაც უყურებ ხოლმე, რაღაცა ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ აი რაღაცა არ არის რეალურს საუბრობს ეს გოგო, რაღაცა აი იმდენად მიყვარს ეს კომპანია და იმდენად გამჭვირვალეა. ჩვენი საოცარი კომპანია არა, უკვე ბრენდი. ეს კომპანია უკვე ძალიან ცოტა აქვს ეს ჩვენს ლიგულს უწოდებთ. ბრენდი, რომის ქვეშაც ჩვენ ვიმყოფებით მეგობრები, რომის ოჯახის წევრებიც გავხდით დაარსებიდან სულ რაღაც 60 თვეში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა. ამ საოცრების ზიარებისთვის თან ისეთ მომენტში, როდესაც ნამდვილად საქართველო უნდა ყოფილიყო იმ ადგილზე და ჩვენგან გაიშალა უკვე მსოფლიო. ჩვენს მერე წავიდა უკვე მსოფლიოში ეს კომპანია და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. კომპანია და ბრენდი რომის მსგავსი ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს მეგობრებო, ხშირად ვადარებთ ხოლმე, აი ანალოგი მაგალითად თვითონ დამარსებლებმაც მოიყვანეს, თითქოს კოსკოს გავს, ხო? კი, გავს, რაღაც ელემენტები აღებულია, თითქოს გავს ამაზონს, რაღაც ელემენტები იქიდანაც აღებულია, მაგრამ ეს არის უნიკალურობა. უნიკალურობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე მინდა გაჩვენოთ შესაძლებლობები. რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია ლიგუდი და ბრენდი ლიგუდი. უკვე აღვნიშნე, რომ კომპანია დაარსებიდან 60 თვეში შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა დაარსდა კომპანია 2022 წლის 13 დეკემბერს და ჩვენთან უკვე მე მაგალითად ივლისის 14 რიცხვში დავრეგისტრირდი და ნამდვილად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. კომპანია ლიგუდთან ერთად. იმიტომ თვითონ ლიგუდი არის თვითონ სიტყვა რასურდება, იცხოვრეთ კარგად. აი ამ სიტყვიდან უნდა დავიწყოთ. რატომ მაინც რატომ ქვია, ხო, ეს სიტყვა იცხოვრე კარგად. ეს ტყილად არ ქვია მეგობრებო. ამ ბრენდს, ლიგუდის ბრენდს სათავეში უდგანან ისეთი საოცარი ადამიანები ჩვენ ქალბატონი ნანა არ გვაკლებს ამის სიამოვნებას, რომ დამარსებლების ზუმებს გვითარგმნის, მათ აღფრთოვანებას, მათ უბრალოებას, თან როგორი ემოციით, აი თვითონ როგორც საუბრობენ, ისე გადმოგცემს ქალბატონი ნანაც ამ ემოციებს და აი ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით კომპანია ლიგუდთან ერთად. აი ეს, რა ვიცი, ეს მართლა დიდი ბედნიერებაა მეგობრებო. კომპანია ლიგუდი
გავს ფერს ჩვენთან ერთად, ქართულ გუნდთან ერთად. მე დღეს ერთ ჩატში კიდევაც უხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი ბედნიერები არიან და ძალიან კარგი არა, მეც ბედნიერი ვარ, რომ სათავეში დავრეგისტრირდი, მაგრამ ეხლა ვინც შემოდის, ეხლა იმაზე მეტად კარგად ვიცით კომპანიის შესაძლებლობები, ეს ჩემზე ვსაუბრობ, უფრო მეტად კარგად ვიცი ამ 2 წლის განმავლობაში. ალბათ რომ გამაღვიძოთ ნებისმიერი კითხვა, რომ კითხოთ უკვე გიპასუხებთ. იმდენად ვიცი კომპანიის შესაძლებლობები. და უკვე აი ამ ზამზარეულზე რომ შემოდიან. თან ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენი დამაარსებელი ბატონი ბენგლისკი ამბობს, რომ 2025 წელს ბოლოს რამდენი ვიქნებით და რამდენი ვიქნებით 60 წელიწადში და ის რომ 5 წელში, 4 წელში ჩიტის რძეც კი არ მოაკლდება კომპანიას და ყველაფერი გვექნება. რაც კი რამ არის გაყიდვადი, თუმცა ამას დავძენახლავე და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი საფიფული და მე ჩემს ჩართვით ხშირად ვამბობ, საფიფული აქ რომ არის ისეთი უნდა. მხოლოდ გავიაზროთ სად ვართ და ნახოთ ჩვენნაირი მოაზროვნე ადამიანები. თავიდან ცოტა რაღაცა ალბათ შეცდომას დაუშვი მე ჩემი მხრიდან, რომ პასიურ შემოსავალზე საერთოდ საუბრობდი. აი ეს იყო ჩემი ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ რეალურად რომ დავფიქრდეთ, თუ არის შრომი ადამიანმა, ციდან ფული არ ჩამოწვა, ხო? მაგრამ ის შესაძლებლობები და შრომას გააჩნია, ხო? მე არ მიწევს ფიზიკურად გავიდე და რაღაცა ვაკეთო. არ მიწევს ვიღაცას რაღაცა მოვატყუო. სადღაც მივიყვანო, ფული ჩავადებინო. არა, მე მიწევს სიკეთის კეთება, ჩემო კარგებო. მიწევს რეკომენდაციების გაცემა და მიწევს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. წარმოგიდგენიათ რა მაგარ ბრენდის ქვეშ ვიმყოფებით? უბრალოდ ვაკეთებ სიკეთეს, ვაცნობ ადამიანებს, კომპანიას და ვთავაზობ გამოჯანმრთელებას. ვთავაზობ ფინანსურ კეთილდღეობას და ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად ჯანმრთელობას, რადგან ერთმანეთის გარეშე ორთავე ვერ წარმოვიდგენია, თუ ჯანმრთელობა არ აქვს, არც ფული არაფრად არ გიღის, თუ ფული გაქვს და ჯანმრთელობა არ აქვს, რაც მინდა, ხო? და აი ეს შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ აქ. ამასთან ერთად, ჩემო კარგებო, არ გვიწევს რაც თავარია, ყიდვა-გაყიდვა. უბრალოდ ჩვენს შედეგებს, ჩვენი ახლობლების შედეგებს უზიარებთ ადამიანებს თან სიყვარულით. აი აქ უნდა იყოს ადამიანი ჩვენს კომპანიაში. ეს კომპანია ხშირად ვამბობ ხოლმე და ალბათ კარგად გამიგებ. ყველასთვის არ არის, ჩემო კარგებო. ეს ბრენდი არის მათთვის, ვისთვისაც ადამიანები არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და არა ჩემს ჯიბეზე ზრუნვა. მე ეს მაბედნიერებს და ყოველთვის მინდა ჩემზე უკეთესად იყოთ აქ თითოეული თქვენგანი. აქ არ არსებობს 2 წელია მე ამ კომპანიაში ვარ და ალბათ დამეთანხმებით, ვინც მიცნობთ და ჩემთვის აქ არ არსებობს ჩემია შენია. აქ სულ ყველა ჩემი ხართ. აი ასეთი ლიდერთა გუნდი ჩამოყალიბდა დღესდღეობით ჩვენი საოცარი ლიდერის თაოსნობით, დახმარებით. იმიტომ რომ ადამიანი რაც ხარ, ფიქრობ ისეთ ადამიანებს იკრიბავ გარშემო და ზუსტად და ნამდვილად. აი ესეთი გუნდი შეიკრიბა ჩემს გარშემო და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ დღესაც თუ კი შემეძლება, მაგალითად გუშინ სრულიად სხვა ჯგუფიდან. და აი მე ამით ვიღაცას რამეს ვაყოდრი, ვამაყობ, რომ ვიღაცას სადღაც 12 რაღაც წუთები ატყდა, დავეხმარეთ და კრიპტოსაფულეში გადავუცხო. საერთოდ ჩემი გუნდი არ არის, მაგრამ მე სიკეთი გავაკეთე, ჩემო მეგობრებო. აი ასე ვცხოვრობ 2 წელია და უყურეთ რა ხდება ახლა ჩემს გუნდში. ჩემი საოცარი ინგაჟრები. ჩემი საოცარი ლიდერები, ჩემი მარია კუხიანიძე, ჩემი გუნდია, ჩემო კარგო. რასაც გასცემთ, იმას მივიღეთ. აი ასეთია ჩვენი კომპანია და ძალიან მიხარია, ძალიან კრეატიული, ძალიან ახლა მოდის ზუსტად ისეთი ადამიანები მოდიან ჩვენთან და არ ვიწევს მათთან მუშაობა ისეთი, როგორიც მიწევდა 1 წლის წინ. უკვე ისინი გააზრებულად მოდიან, იციან სად მოდიან
და პირიქით ჩვენზე მეტადაც კრეატიულები არიან. შეიძლება არა და თან რა არის იცით? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა გარემოში ხდებით. არ შემიძლია ნანა და მინდა რომ არ გამიბრაზდე, მაგრამ არ მინდა აქვე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო იმაზე რომ ადამიანის სიყვარული აუცილებელია, ხო? ურთიერთპატივისცემა აუცილებელია და აუცილებელია ის რომ ბრენდის ქვეშ მოყვებით შემოკადრება. და ლიდერები უნდა იყოს უბრალოდ ისეთები, როგორც კომპანია ვინც ეკადრება და როგორც ჩვენს ლიდერს ეკადრება. ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრესტიჟს. იმიტომ რომ ჩვენი ლიგუდი მსგავსი კომპანია ჯერ სოფლიოში არ არსებობს. და ჩვენც მინდა რომ და უკვე ვართ. ამას დარწმუნებით ვამბობ, რომ ჩვენ უკვე ვართ საქართველოს შემდგარი გუნდი. ჩვენს გარდა ორი ხაზი კიდევ იყო აქ შემოსული, ფინეთის ხაზი და ლობანოვების ხაზი, მაგრამ აღარ არის. რატომ? მათ არ ქონდა შემოკადრებული გუნდურობა, ვერ ჩახდნენ და რატომ? ამასაც გეტყვით. მე ვფიქრობ, იმათმა უფრო მეტად იფიქრეს საკუთარ ჯიბეზე, არა ერთმანეთზე. და ჩვენ ვფიქრობთ ერთმანეთზე და ამ სიყვარულით, რა თქმა უნდა, სადაც სიყვარულია, მეთქიც იქას, ხო? მე პირადად დამიკავშირდი. ამ ჯგუფებიდან და მიხრეს, ვაი, მინდა შენთან რეგისტრაცია, მაგრამ არა, მე უარი უთხარი მათ. იმიტომ რომ მათ ქონდათ შესაძლებლობა თავიდან მოსულიყო ჩვენს გვერდში, მაგრამ უყურეთ, თავში ვახსენებ და ეხლაც გავმეორდები, ადამიანი როგორიც ხარ, ისეც იზიდა. და აი ნამდვილად მეგობრებო, იამაყეთ ჩვენი გუნდით, იამაყეთ ჩვენი ერთობით და იამაყეთ კომპანია ლიგუდით, რადგან თქვენ იმყოფებით საოცარ მოსიყვარულე დიდ ოჯახში. როგორი კომპანიაც გვაქვს, როგორი დამაარსებლებიც არიან, შესაფერი ლიდერი ყავს ქალბატონი ნანა ლომიძე და იკრიბავს ლიდერთა გუნდს სწორედ ისეც, როგორიც მას შეშველის. ჩვენ მალე დამერწმუნეთ სოფლიო ისაუბრებს ქართულ გუნდზე, ამ ერთიანობაზე, ამ სიყვარულზე და სიკეთის კეთებაზე, როგორც აღნიშნე. რა გევალებათ, გევალებათ, თუ კი ვესაუბროთ, აი ახალი სულელი ხარ, ხო ეს მეც გამიცდია, როდესაც ახალი სული ყავს, თუმცა ქალბატონი ნანა სული ბრალდებოდა ხოლმე, აი ნინო, დამიხმარე, ვიღაცა გამასაუბრე, აი იმდენად დაკავებული იყო თავიდან, თავჩაგული, რასაც ქვია, ინსტრუქციების ჩათი, გამზადებული, აი ხლა ვიდეოებით გვანებივრებ და აი არ ვიცი, მოკლედ უზღვავ ენერგიას, ხარჯავს და მე რო ხედავ მიშრომას, უკვე ვეღარ ვაწუხები და აი ამ ყველაფერმა ჩემზე პირიქით კარგად იმოქმედა, უყურეთ. მე ჩამოვყალიბდი ისეთ ადამიანად, რომ ვეიმედები მას და ვეიმედები გუნდს. და მინდა გეიმედებოდე შენც, რომელიც ახლა მისმენ. ნამდვილად მეგობრებო, აქ ერთმანეთის გარეშე წინ ვერც ერთი ვერ წავართ. მიამაყებიან ჩემი გოგოები, ჯერ სათხართ, აი ახლა იწყება. ბუმი იწყება ნამდვილად ლიდერების ჩატში. გამოვავლინეთ თქვენი კრეატივები. აქ არ არსებობს ზემდგომი, ქვემდგომი. აქ ჩვენ ვიცით, რომ რობოტი ანაწილებს ადამიანებს, ჩამონასხმის სახით მოკლედ. და ისიც ვიცით, რომ პირიქით ზემდგომი ზრუნავს თავის დაბლა გუნდზე და დაბლა ჩამონასხმი კეთდება მათთან. და შენ რომელიც ეხლა უბრალოდ პასიური ხარ, უბრალოდ ბრინჯაო ხარ. შენ შეგიძლია მალე პლატინა გახდე. ჩემგან დამოუკიდებლად, შენი სპონსორის დამოუკიდებლად ეს ხდება სადმე? არ სადა ხდება მეგობრებო. პირიქით შენი სპონსორი ხელს შეგიწყობს ამ ყველაფერში. თავარია შენ იცოდე სათხარ და თუ არ იცი პრეზენტაციები ყოველ ორ შაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სწორედ თქვენთვის ტარდება შემოკარგება. სწორედ თქვენთვის რომ არ დაიტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხ გაუწევი. იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენ ზუსტად ვიცით სად ვართ და რას ვაკეთებთ. და ეს მინდა იცოდე შენც, რომელიც ახლა ვისმე, დეტალურად ნებისმიერი კითხვა არ ჩათვალოთ, რომ ეს უმნიშვნელოა. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ
უნდა ვიცოდეთ სად ვართ. ჩვენ ვართ მეგობრებო ბრენდის ქვეშ, ჩვენ ვართ კომპანიაში არა, ჩვენ ვართ პლატფორმაზე, სადაც აუცილებელია მოვიზიდოთ ადამიანები იმისთვის, რომ სადაც დიდი მაგალითად მაღაზია, ხო? და არის იქ სხვადასხვა განყოფილებები. და არის ძალიან კარგი ვაჭრობა და არის ერთი თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლება შევიდე და დავდგე და მქონდეს კომფორტი ყველანაირად შექმნილი. რა თქმა უნდა, მე იქ შევალ და იქ შევიდა მე ჩემ პროდუქციას. აი, ასეთ მსგავს პლატფორმაზე ვარ ჩვენ, სადაც გამზადებული არის მეგობრებო ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს კომფორტი. შექმნილია ყველა პირობა თქვენთვის, ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის. ჩვენმა საოცარმა დამაარსებლებმა ბეგლისმა და ნოუდერხაზანმა ისეთი არ ვიცი, ისეთი ადამიანები არიან, ინგლისური არ მესმის, მაგრამ ყოველთვის უსმენ მათ ზუმ ჩართვებს, როგორი ემოციებით, როგორი სიყვარულით, როგორი აი თვალები და რო სითბოს ასხილებენ. აი ასეთი ადამიანები არიან და მათმა მოიყვანეს ჩვენამდე და რატომ მას დამარცხ ხშირად მოგხონი ჯანმრთელობის მხრივ დაიწყეს ხო ბიზნესი მათ შეეძლოთ რომ შემოეტანათ ბრენდული სამოსი შემოეტანათ ბრენდული ტექნიკა არა ეს იმას ნიშნავს რომ მათთვის ადამიანებია მნიშვნელოვანი და მათი ჯანმრთელობა შენ რომ ჯანმრთელად იქნები რომ გასინჯა კომპანია ლინკუდის პროდუქტს დამერწმუნე ასმაგად მოგინდება გააზიარო შენი შედეგი მაშინ ცუდი ადამიანი ყოფილიყარ და ცუდი ადამიანის ადგილი აქ არ არის კომპანია ლინკუდში როგორც ვთქვი ხო ეს არის სიკეთის კომპანია ხოლო და მხოლოდ სიკეთეს გავცემთ ვაცნობთ კომპანიას და ვაკავშირებთ აი ამაზეც ხაზი უნდა გაუსვათ საოცარ პროფესორებს არავის არ ვაკეთებ ჯერ დღეს ვიცით რა მდგომარეობა არის ზოგადად საქართველოში თუ მივედით ექიმამდე მე ჩემ თავზე მაგ გამოსული და ჩემი თავიდან გამომდინარე საუბრობ რადგან გამოკვლევებში გადავყარე 1000-ობით თანხა და ვერ მიგდები რა მჭირდა და სრულიად უბრალო პარაზიტის ანალიზით ჩავიტარე მე ბოლოს და მივხვდი რაც მჭირდა პარაზიტი იწევდა ამ ყველაფერს და მე მივგენდნენ ხერხების რაღაცა საშინელ დაავადებებს და როდესაც ექიმმა მითხრა რომ აი შენ ეს დაავადება გჭირს და ეს კვლევები უნდა ჩაიტარო ნახე არ დამაფინანსეს ვინაიდან ინფექციურ დაავადებაზე იყო ცოტა გადახურვებს გავაკეთებ და უბრალოდ მინდა რომ აი ჩემი გულიდან წამოსული გესაუბროთ უბრალოდ და გასაგები რომ იყოს ყველასთვის და ურეკავ ექიმს არ დამაფინანსეს და ურეკავ ექიმს სადღაც 3000 ლარამდე მიჯდებოდა ამ ყველაფრის მე რაღაც რო შემომატარეს და დამახარჯინეს 1000-ით და უკვე 3000 ლარი მიჯდება და ერთ-ერთ რევმატოლოგს ურეკავ და ქალბატონი ნანა ყურაშვილი როგორ მახსოვს მის სახელი და გვარი არასოდეს დამამოწმდება ურეკავ და ვეუბნები ქალბატონო ნანა არ დამაფინანსეს და რა ვქნა პატრონი რა ხასო მეუბნება შენი სახე 50-50-ია რა გადარჩები და არა რას მეუბნები არ დაგაფრთხილე პატრონი არ აკავსო წადიო სახლში ფული ისევე და ჩამოძლე კვლევები გაიკეთო მეგობრებო წავედი სახლში და აგვისტოს თვე იყო როგორ მახსოვს დამეწყო ისეთი სიმპტომები რომ წავიკითხე ის დაავადება რაღაცა რეიტერის დაავადება საშინელი დაავადება ზუსტად იგივე ანალოგიური სიმპტომები დამეწყო შიშისგან და ჩემი კლასელი მივეკავს და მეუბნება რომ ნინო ხური არ დაუკვდო არავის სხვა ერთ-ერთი რევმატოლოგი მიქჩა წავედი მოკლედ იქ და ამქანა მითხრა არაშვილო გამოვიცხურე ეგეთ საერთოდ არაფერი არ ჭირდა მეგობრებო აი იმდენად ეხლა ვფიქრობ იმ ქალისთვის აი ნამდვილად უნდა დამეტოვებია სამსახური იმიტომ რომ ჩემ არის ძალიან ბევრს ალბათ გააბოროტებს ჭალებში და ისეთი ვიყავი რომ მაშინ ვერც კი ვაზროვნებდი მაგრამ აი ესეთი სამწუხარო ამბავი შემოვთქვა ამას ეს რატომ მოვაყოლე აი არიან ესეთი ექიმებიც არაპროფესიონალები ჩვენ და სამწუხაროდ მაგრამ არიან რა თქმა უნდა კარგი ექიმები სულ და კარგი ყველგან არის და ჩვენ გვაქვს წვდომა ამ საოცარ პროფესორებთან რომლებმაც შექმნეს ეს საოცარი პროდუქტები და ჩვენ უკვე ვიცით ამ პროდუქტების შედეგები შემოკარგებო რა შედეგები გვაქვს და თქვენ შეგიძლიათ მე აქ არ ნიშნავ არაფერს
ესეც არ არის აქ ყიდვა-გაყიდვა სავალდებულო, ეს არის თქვენი თავისუფალი ნება. მიწეროთ მათ, გაიაროთ კითხვა-პასუხის რეჟიმი და მათ მეილზე მიწეროთ თქვენი დიაგნოზი. ეს სადმე ხდება? სადმე ხდება მეგობრებო, ეს მე მგონი რომ არსად არ ხდება. და მე აქ რომ მიკითხავენ, რაში ვიხდი 10 დოლარს? რატო ვიხდი? აი ამიტომ ხდი შემოკარგო. რომ მედიცინის დოქტორები, ამერიკაში მედიცინის დოქტორები გემსახურებიან იმ 10 დოლარში შედის. და ის პროდუქტი, რომელიც ახლა არის ჩვენთან წარმოდგენილი, ადრე ადამიანებს არ მიუწვდებოდა ჩვენ არ უბრალო ადამიანებს ხელი და იმ პროდუქტს ვაფინანსებთ ზუსტად ჩვენ ამ 10 დოლარიდან. ვაფინანსებთ ამ პროფესორებთან ვიზიტს ამ 10 დოლარიდან და ასევე ბონუსები, ხელფასები, რაც 7 გზის შემოსავალია კომპანიას, ზუსტად ეს 10 დოლარი აფინანსებს ამ ჩვენ შემოსავლებს. ცოტაა მეგობრებო. ნახეთ რამდენ რამეს წდება ეს 10 დოლარი. მე მგონი ცოტა მეცოტავება. მე მართლა მეცოტავება 10 დოლარიც ამ ყველაფრისთვის. მიგვიწდება ხელი უნიკალურობაზე 75%-იანი ფასდაკლებით. მე ვარ მართლაც ძალიან ბედნიერი მეგობრებო, რომ ვარ ამ კომპანიაში. ვქნი საშუალო საქმეს ვაკეთებ, ვქნი ბიზნესს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართავ საკუთარ დროს. და ჩემ დროს არ მოვახმარ ვიღაცის საქმეს. მე ვარ ოჯახთან ერთად, მყავს 3 შვილი, ვარ მათთან ერთად მიღამდება მიტინგდება და მართავ მათთან ერთად ამ საოცარ ბიზნესს. მართავ საკუთარ დროს, მინდა წავალ ზღვაზე, მინდა წავალ მთაში, მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტი და აი ასე მართავ საკუთარ ბიზნესს. არ ვემსახურები სხვას. ვემსახურები საკუთარ თავს, ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც ხედავენ სად ვართ, რა შესაძლებლობები გვაქვს, მე ვერ გავჩნდები, რადგან დანაშაულად მიმაჩნია ის რაც მე ვიცი და რასაც მე ვხედავ კომპანიის შედეგებს, ის არ თქვა, ის შემახობებს არ გაუზიარო. მიუხედავად იმისა, ამ წარმოგვიდგენთ თუ არ გამომხობიან. ნახეთ, ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელიც იმყოფებოდა ახლა ერთ-ერთ ქვეყანაში, და ძალიან გული დამწყდა სხვათა შორის, რომ საქართველოში ასევე ყოველი მეორე მესამე ადამიანი უკვე ლიგურშია დარეგისტრირებული. აი რატო? იმიტომ რომ სამწუხაროდ ნდობა დაკარგა ადამიანებმა ერთმანეთში, ნდობა დაიკარგა სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ და ასეთი რეალური კომპანია, ასეთი რეალური ბრენდი, რომელიც ჩვენ ახლა ამ წუთას გვაქვს, კიდევ ამდენი საუბარი გვჭირდება ამ კომპანიის შესახებ. მართლა ძალიან გულისდება. მაგრამ მეგობრებო, მერწმუნეთ და აი ზუსტად ისეთ ეტაპზე გადავედით. ჩვენთან მოდიან ისეთი ადამიანები, ვინც უკვე იციან სად არიან, იციან შესაძლებლობები კომპანია ლიგურში და ჩვენ აღარ ვიწევს საათობით მათზე მუშაობა. არა, პირიქით, იმდენ კითხვებს მისვავენ და მეც კიდევ ზაფხარის სიხარით უპასუხო მათ. თუ ვერ გაიგებენ, პატარა ვიდეო ჩაუწერო და უცბად თავუსნა და გადაუგზავნო მათ. ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, მეგობრებო, მე აი ამით ვარსებობ. ვარსებობ იმით, რომ ადამიანებს ვეხმარები, ვაცნობ ამ საოცარ კომპანიას და ერთს მოგიყვებით კიდევ, რაც ერთი თვის წინ მოხდა ჩემთან, დამიკავშირდა გოგონა 27-28 წლის. უნახავს ჩემი ვიდეოები და მითხრა, რომ დაინტერესებული ვარ და მინდა კომპანიაში რეგისტრაცია და მას უკვე თანხა ხელში ეკავა. რა თქმა უნდა, აუხსენი ყველაფერი, უკვე კარგად იყო გარკვეული და ძალიან მიხარია, რომ ეს ახალგაზრდები გვერდებიან აგერ ჩვენი სალომე აქციაურიც, ჩემი გუნდის წევრია, ეს ვიდეოც დაიდო, მაია კუხიანიძეც, აგერ ახალგაზრდა გოგოც, ჩემი გუნდის წევრია და მოკლედ ძალიან მიხარიხართ გოგოებო, ვამაყობთ თქვენით და იცით, რომ ჩემი იმედი მუდამ უნდა გქონდეთ, ბოდიშით რომ ცოტა გადახება გავაკეთე და ეს გოგო მეუბნება, რომ მინდა თქვენთან რეგისტრაცია და გავაცანი ყველაფერი და უკვე უნდა რეგისტრაცია და გადავედი პროდუქციაზე. ვთქვი, აი ისეთი
როგორც ახლა ვთქვი, რომ ისეთი კარგი ადამიანები არიან, მათმა იზრუნეს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არა მის სამოსზე, მის რაღაც ბრენდულ რაღაცეებზე და გავაცანი ჩვენი პროდუქტიც და რატომღაც დიაბეტზე გავამახვილე ყურადღება, რომ აი მე თქვი ესეთი მდგომარეობა იყო ჩვენთან და ინსულინით დამოკიდებული ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ინსულინს იკეთებს დღეს და ეს გოგო მეუბნება, აი თითო მე 5 ინსულინს ვიკეთებ დღეში. სრულიად შემთხვევით მეგობრებო, აი ეხლაც მაჟორებს ტაში და ცრემლი მერევა იმ გოგოს სიტყვები რომ ახსენდება და მე მას ვუთხარი, მოდი ეხლა ამ ეტაპზე თავი შეიკავე რეგისტრაციაზე და ამ $50 იქნებ რამენაირად სამი შვილის დედა და ძალიან გამხდარი ისედაც და მე არ ვიცოდი მისი მდგომა რომ უბრალოდ მოიტანა და სიტუაციამ და უთხარი რომ მოდი დავიწყოთ ეს პაკეტით და $50 შიშორი. ეს სულად უცხო ადამიანი. მენდო და გამოვიწერეთ და ეხლა არის სადაც 10 დღე უკვე რაც დაიწყო და მეორე დღეს წერს ეს გოგო. ქალბატონო ნინო, იმხელა ძალა მაქვს უკვე, იმხელა ენერგიას გძნობ, რომ ენით ვერ ავწე. აი არ ვიცი და გუშინ წინ მიწერე და მეუბნები მარი როგორ ხარ და მეუბნებან ნინო უკვე 300-ზე აღარ ამდის შაქარი უკვე 80-ზე მაქვს ორი დღეა. მეგობრებო, აი ამაზე ბედნიერება მეტირება მართლა გეუბნით რა უნდა იყოს. საერთოდ რო არ დარეგისტრირდეს ის გოგო. მე ხო ერთი სიკეთი გავაკეთე და მე ვუთხარი რომ მე შენ პირობას გაძლევ ამ დაავადებას დავამარცხებთ. და ვიცი რომ დავამარცხებთ. სრულიად უცხო ადამიანი მენდო გოგოებო და დღეს უკვე შედეგი მაქვს. იცით როგორი ბედნიერი ვარ? აი ენით ვერ ავწე. და ის სწორედ ასეთი ადამიანები სიკეთე არასოდეს არ იკარგება ჩემო კარგებო. სიყვარული არასოდეს არ იკარგება. ეს ყოველთვის ჩანს და რაც თავარია ღმერთის წინაშე ჩანს. მე არავის არაფერს არ მომტკიცებ. მე ვსაუბრობ მხოლოდ სიმართლეს. მე ვსაუბრობ მხოლოდ შედეგებს სიმართლეზე, ხო? შედეგებს ვსაუბრობ, რომელიც არის სიმართლე, თვალხილული, ხო? აი არ ვიცი. ზღვა ემოცია მაქვს. აი ეს საოცარი ჩვენი ლიდერები კიდევ ეს კრეატიული ახალგაზრდები, ეს ჩვენი ქალბატონი მანანა ქარდავა, ინგა, აი არ ვიცი. იმხელა მოტივაციას მაძლევენ. მინდა კიდევ უკეთესი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიხარი. მინდა თითოეულ თქვენგანს უფრო მეტად დავეხმარო, ვიდრე აქამდე გეხმარებოდით. მინდა უფრო მეტად კარგად გაგაცნოთ კომპანია ლიბგუდი, ვიდრე აქამდე იცოდეთ. და ყოველ ორშაბათს და არასდროს არ გამოწვევთ ეს შანსი, ჩემო კარგებო. დამიჯერეთ ასეთი გარემო, ასად არ შეგხვდებათ. და თუ შენ იპოვე შენი ადგილი კომპანია ლიბგუდში, დაიწყე წისვლა. დაიწყე პატარა ვიდეორგოლების გაკეთება. ისაუბრე, ერთი არ მოგეწონება, მეორე ჩაწერე, მეორე არ მოგეწონება, მესამე ჩაწერე. არ არსებობს, რომ ხალხი არ გამოგაქვს. ვიდეორგოლებს აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, მეგობრებო. დაგეხმარებით თუ არ იცით. ამასაც გასწავლით და გვერდში დაგიდგებით. აი არ ვიცი რა გითხრათ. ალბათ დღეს ჩემი პრეზენტაცია უფრო იყო მოწოდებითი, ვიდრე პრეზენტაცია. მინდა მართლა მინდა რომ და არა, მარტო მონდომება არ არის. ეს ზუსტად ვიცი რომ ასე იქნება. ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს საქმეს, იქ სადაც საჭიროა და აუცილებლად გვექნება ისეთი ცხოვრება, როგორცაც გვეუბნება კომპანია ლიბგუდი, რომ იცხოვრე კარგად. მე უკვე ვცხოვრობ კარგად და ახლა ეს შენი დროა, ჩემო კარგო, რომ შენც ჩვენს ფეხდაფეხიარო, გაიგო კომპანიის სრული შესაძლებლობები და იცხოვრო კარგად ლიბგუდთან ერთად. დღეს აღარ დავიწყებ ახლა პროდუქტის განხილვას, მარკეტინგის განხილვას, შემოსავლები გვაქვს საოცარი მეგობრებო, სადაც არც ერთ კომპანიაში არ არსებობს, რომ ჩემი მოწვეულიდან მისი შემოსავლის
50% დამერიცხოს, მე რო სულ ბრინჯაოს სტატუსში იყო და ის გახდეს ბრილიანტი, მე $2000 მეცხრება და მას ეცხრება $15000, მისი $8000 მე მეცხრება. როდესაც კომპანიებში, სხვა კომპანიებში, იმიტომ რომ კომპანია უწოდო ლიფტს, ეს ძალიან მეცოტავდა. მსგავსი რაღაცები არასოდეს არ ხდებოდა სხვა კომპანიებში. პირიქით. დაბლა თუ ვიღაცა რაღაცას გააკეთებდა, იწვალებდა და ზედა სპონსორი რაღაც 1-2 ქულით გადაუსწრებდა, მისი ქულები ბათილდებოდა. წარმოგიდგენიათ რამხელა შრომასდებდნენ და აქ ყველაფერი პირიქით არის. ლივგუდი მუშაობს პირადად შენზე, შენთვის და შენზე მორგებული შემოგარგებო. კომპანია ლივგუდი არის შექმნილი უბრალო ადამიანებისთვის. ადამიანი როგორიც არის ბატონი ბენგლისკი და როგორიც არის ნოუდერ ხაზანი. ისინი იყვნენ მილიონერები. მათ შეეძლოთ ქსელურ კომპანიებში გაეგრძელებინათ თავისი 25 წლიანი მოღვაწეობა, მაგრამ არა. მათმა დაინახეს, რომ შემოსავის 20% ნაწილდებოდა დაბლა ჩვენსავით ფუტკარებით მომუშავე ადამიანებზე და 80% იდებდა კომპანია ჯიბეში. აქ კიდევ პირიქით არის. თვითონ ეს პროდუქტი ლამის იყიდება იგივე ფასად. რა ფასით უჯდება კომპანიას მისი დამზადება. და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე აი უნდა შემოვიდნენ კომპანიები. კი, უნდა შემოვიდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა ლიდერია, ძალიან ცოტა ადამიანია. ბატონი ბენგლისკის ნაირი და ნოუდერ ხაზარის ნაირი, რომ ზრუნავდნენ ადამიანებზე, არა ჩემოკარგებო. ისინი ზრუნავდნენ საკუთარ ჯიბეებზე, საკუთარ თავებზე და მერე უკვე ადამიანებზე და აი ამიტომ აქაც იცხრილება. ჩვენი ჩათი ციცხრილება, ხო? მაგრამ შემოდიან ადამიანები. აი ზუსტად ასე იქნება კომპანია ლიგუჩის. გაიცხრილება ძალიან ბევრი კომპანია და შემოვა ზუსტად ისეთი კომპანია და ისეთი დამაარსებლების კომპანია, რომლებსაც ნოუდერ ხაზანივით და ბენგლისკივით უყვართ ადამიანები. ზრუნავენ ადამიანებზე და სწორედ ამიტომ გრძელდება ამდენი ხანი ეს პროცესები. რომ ყველა არ არის ისეთი, როგორებიც ისინი არიან. ყველა არ ზრუნავს ადამიანებზე და სწორედ ამიტომ ხდება ეს 1000 უბედურება, რასაც გზავნით. ღმერთთან იგივე ვიბრუნდება ჩვენ და სამწუხაროდ. ამიტომ მეგობრებო, იქ სადაც სიყვარულია, სითბოა, ერთგულებაა და ვიცით სადაც ვართ. გაიკეთეთ თქვენს ბუდე ჩვენთან ერთად. ჩვენთან ერთად განვითარდით. და იქ სადაც სიყვარულია, იქ ხომ ღმერთიც არის. ასე რომ ამით დავასრულებ დღეს პრეზენტაციას. მეგონის სულად გამოვეცი, ვისით მაცინდოდა და მართლა შემოგოგვეყო, შემოდები უტარდებო. გილოცავთ ამ საოცარ ნაბიჯს და უფრო ბევრი შემოგვემატებიან შემოკარგებო. მოდიან უფრო ბევრი კიდევ და ჩვენი ჩათი გახდება მრავალფეროვანი, გახდება ისეთი გუნდი შევიქმნით უკვე, რომ მსგავსი ვფიქრობ საქართველოში არ არსებობს. არც კომპანია და არც ჩვენნაირი გუნდი. არ ჩამომართვათ ცუდად, მაგრამ ნამდვილად ასია. შეიძლება ჩავერთო? ნინო, გული როგორ მიცემს, შენ რომ იცოდე. როგორი მაგარი პრეზენტატორი ხარ, ასეთი თვითდაჯერებული, ასეთი მტკიცე. ყველა თემას რომ შეეხე და ისაუბრე ის რეალობა, რაც ნამდვილად არის საქართველოს გუნდში. საქართველოს გუნდი შედის იმ ფაზაში, რასაც ქვია წინსვლა. წინსვლა თვითდაჯერება და შემოიკრებავს აუცილებლად ისეთი ადამიანების კატეგორიას, რომელსაც ნამდვილად ჯერა ლივგუდის, იცის სად არის და ერთგულებით, რუდუნებით გააკეთებს იმ საქმეს, რასაც სიკეთის კეთება ქვია. შენმა იმ მონოლოგმა, იმ გოგოსთან საუბრის ხომ, დიალოგმა უფრო სწორად, ცრემლიც კი მომგვარა
და როგორი სწორი გადაწყვეტილება და სწორ გზაზე დააყენე, რომ პროდუქციის მიღებიც დაიწყო. ეს არის ლივგუდი. აი ზუსტად ეს არის ლივგუდი და ეს სიკეთე გვაერთიანებს ყველას. აიმე ნინო, უბედნიერესი ვარ შენ გურჩი რო ვარ და მთლიანად საქართველოს ჩატია ბედნიერი, რომ ასეთი უზვირფასესი ბრილიანტი ყავხარ. შენ მიგიძღვის ქალბატონ ნანასთან ერთად ლომის წვლილი ამ ჩატის და საქართველოს გუნდის ასე განვითარებაში, ეს ყველა ვიცით. მიხარია რომ ხარ ბედნიერი, გულევ წარმატებას გისურვებ და უსურვებ მთლიანად საქართველოს გუნდს. წინ წარმატებისკენ მიყვარხარ ძალიან. უღრმესი მადლობა იმ დასაყვანებლად, უღრმესი მადლობა. მე ამას არ არსებობს რომ ქალბატონიდან არის რომ გამიგზავნება, მაგრამ ვიცი რომ ლომის წილი მიუძღვის, ეხლა როგორიც ვარ, ისეთ მინოს რომ ხედავთ ქალბატონ ნანა ლომის. ეს არის მისი დამსახურება. მე მაპოვნინა საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები. თქვენ კი ახლა ინგა, მაია, ლია, მასხავთ ფრთებს რომ უკეთესი ვიყო და გავხდიდე. ნინო, შეიძლება ერთმანეთს ვაძლიერებთ ყველა და ასე მივახცეთ ძალიან ბევრ წარმატებას. თუ შეიძლება მეც ვიტყვი ორ სიტყვას. ჩემო ლამაზო, ენით აღუწერელი ხარდე. მართლა ისე ხათი მიდგა ჩემი ნინო, ისე მაბედნიერებს, რომ აი რანაირადაც არ უნდა ვიყო, ხო, იმ ხელას სტიმულს მაძლევ ხოლმე შვილო, რომ მე ნამდვილად აი გაუცდები ხოლმე და სიხარულის ფრთებს მასხავ, რასაც ქვია. იხარე შვილო, იბედნიერე. მადლობა ნანას ამ ძვირფასი ორგანიზაციის შემოტანისთვის საქართველოსთვის და ჩვენთვის. ნამდვილად დიდი ბედნიერება იქნება ცოტა ხანში ამ ჩვენ ჯგუფში და ამ ქართულ სისტემაში. მიყვარხართ სულ ყველა. უფალმა დაგულოცოს და მე პირადში დაგელაპარაკები, მეც მინდა პატარა პრეზენტაცია ჩანაწერი გავაკეთო. პრეზენტაცია კი არა, ჩანაწერი გავაკეთო როგორღაც, რომ Facebook-ზე გავიდეს. უღრმესი მადლობა. აი, არ ვიცი. ყველაფრით, შენი სულიერებით და ყველაფრით. მადლობა. მადლობა ქალბატონო მათი. მეგობრებო, დასვით კითხვები, მე აღნიშნე რომ არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემენ და მე ჩავთვლი უფრო მეტად დღევანდელი დღეს პროდუქტიულს, თუ კი კითხვები წამოვა, იქნება კითხვები და გაგცემთ ამოუწურავ პასუხებს, მე ვიქნები ძალიან ბედნიერი. მადლობა ქალბატონო ნინო. ძალიან სასიამოვნო პრეზენტაცია იყო. მართლა ძალიან ასიამოვნები ვარ მე ყოველთვის და თქვენი პრეზენტაცია ამისთვის მართლა რომ გულს ხვდება, სულს ხვდება და ძალიან დიდი სტიმული ხართ ნინო მართლაც და საჩუქარი ხართ ჩვენი გუნდის. დიდი მადლობა საყვარელო ამ ლამაზი პრეზენტაციისთვის. უღრმესი მადლობა დამისაყენებლად. ეს თქვენ ხართ საუკეთესოები და მეუფლება არ ამაყობ ცუდი ვიყო. კარგით მეგობრები, თუ კი არაფერი არ გაქვთ კითხვა, წავიყვანოთ დასასრულისკენ პრეზენტაცია, რომ მერე იყოს კარგი მოსასმენი. არა დასასრულამდე ჯერ ადრეა. ძვირფასო მეგობრებო, სულ პატარა ისტორიას მინდა მოვყვე. გავიცანილი გუთი, გავიგე ამ კომპანიის შესახებ. მართლა აღფრთოვანებული ვიყავი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ
მე წლების მანძილზე ვიმყოფები ინტერნეტ სივრცეში და მე მსგავსი კი არა, უბრალოდ არც ნათესავი და არც მეგობარი არ არის არც ერთი კომპანია ამ კომპანიის იმდენად განსხვავებული რაღაც დავინახე ამ კომპანიაში. და იმ წუთშივე ეს მომივიდა თავში. სად? აბა რა მომივიდოდა თავში? საქართველოს და ჩემს სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს როგორ ფიქრობთ? აქ ორი აზრი და არ არსებობს ხო მართალი? ამიტომ ზუსტად ეს მოვიფიქრე, თუმცა კარგად მესმოდა რამხელა პასუხისგებლობას ვიღებდი ჩემს თავზე. როდესაც დავიწყე და უკვე დავიწყე გაჟღერება ამის საქართველოში, ბევრი ადამიანი გავიცანი უკვე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც ძალიან მჭირდებოდა გვერდში ამოდგომა და დახმარება, მაგრამ მოგეხსენებათ, ადამიანები იყვნენ სხვადასხვა კომპანიებიდან წამოსულები, ვინც შემოვიდა. ძალიან რთული სიტუაცია ჰქონდათ, მათ ემუქრებოდათ ტერმინაცია, ისინი თუ დატოვებდნენ იმ კომპანიას და სადმე წამოვიდოდნენ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი სურვილის და მიუხედავად ფიზიკურად ვერ დამიდგა გვერდში. ფიზიკურად. მაგრამ ნინო იყო ეს ერთი ეგზემპლიარი, ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ყველაფერ და ყველანაირ სხვერპლზე წავიდა, რომ დაინახა ჩემი სიტუაცია, ჩემი მდგომარეობა, რომ მე ფაქტიურად მარტო ვიყავი, ეს ადამიანი მთელი არსებით შეეძლო, არ შეეძლო, ესე იგი მთელი არსებით დამიდგა ეს პიროვნება გვერდით. ანუ ნინო არის განსხვავებული, განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც სიკეთის და სიყვარულის გამო მზად არის დადოს შესაძლოა თავისი სიცოცხლეც კი იმდენად ძვირფასი ადამიანია, რომელიც უსასრულოდ მიყვარს და უშველებელი ადგილი უკავია ჩემს გულში. ამაში ვერავინ ვერ მედავება, ვერავინ ვერ მიდგება და ვერავინ ვერ მიწევს წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ეს ადამიანი უსაზღვროდ მიყვარს. მართლა ჩემს საკუთარ ოჯახის წევრში ვერ ვარჩევ, ჩემს საკუთარ შვილში ვერ ვარჩევ და როგორც ჩემს საკუთარ შვილზე შემტკივა გული, ზუსტად ნინოზე აი ესე შემტკივა გული. მისი სიხარული, მისი ბედნიერება ჩემი უშველებელი ბედნიერებაა და მე დღეს ბედნიერი ვარ, ცრემლამდე ბედნიერი ვარ, ნინოს ასეთ წარმატებას რომ ხედავ, ნინოს ასეთ შემართებას რომ ხედავ. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს გაბედნიერებულია ამ კომპანიაში. შემდგარი, ჩამოყალიბებული, დიდი ლიდერი და დიდი პარტნიორია ჩვენი და ყველას რომ უყვარს ჩაჩი. მე ბედნიერი ვარ ამ ყველაფერს, ნინო, უსაზღვროდ მიყვარს, ჩემო ძვირფასო. მინდა გისურვო ყოველივე საუკეთესო, ყოველივე, არ ვიცი, თუ კი რამე დედამიწაზე არსებობს, ღმერთმა ის ყველაფერი შენთვის შემოინახოს. აი ეს მინდა და ყოველთვის ვილოცებ შენზე, რომ ბედნიერესი იყო ჩემო ძვირფასო. ცია ძალიან მიჭირს მეგობრებო საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი, ყოველთვის და დღე და ღამე მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოიყვანა. მართლა შენაძენი, მართლა განძი, მართლა საჩუქარი პირადად ჩემთვის და მთელი საქართველოს გუნდისთვის. 100%-იანი. ასევე და ასევე უკაცრავად. ასევე დღეს შედგა, მართლაც შედგა საქართველოს გუნდი, ისეთი როგორცაც მე წარმოვიდგენდი, როგორცაც ნინო წარმოიდგენდა, როგორცაც ჩვენ ვოცნებობდით ერთ არამშვენიერ დღეს, რომელიც იყო ჩვენთვის ძალიან რთული, ძალიან მწარე, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულეები გამოვიარეთ, ძალიან ბევრი შავი და თეთრი სასიხარულო ბედნიერი დღეებიც ჰქონდა და ძალიან დამწუხრებული დღეებიც ჰქონდა, იმიტომ რომ ადვილი არ არის ასეთი სერიოზული ბუმბერაზი მსოფლიო დონის კომპანია შეიყვანო ქვეყანაში,
შეიყვანო ქვეყანაში და გაუძღვე ამ ყველაფერს. ეს არის ურთულესი მომენტი, რაშიც ჩემი ძვირფასი ნინო გვერდში დამიდგა. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შემოვნები, რა თქმა უნდა, ქალბატონი ნანისი კინჭალაშვილი, ასევე ციტი ბეჟუაშვილი და ასევე დანარჩენი სხვა პარტნიორები, ქალბატონი ლია ჩილაშვილი და ასე შემდეგ, რომლებიც დაგვიდგნენ გვერდში და აი აქამდე მოიყვანეს ჩვენი გუნდი და აი აქამდე მოვაღწიეთ. იქ იყო ბევრი გაუგებრობები, ბევრი შეცდომები, ბევრი არის სწორი ნაბიჯები, მაგრამ ამის გარეშე ბიზნესი ვერ დგება, არ გამოვა. აუცილებლად რაღაცა ჩიხი უნდა გაიაროს, რაღაცა დამოუკიდებლად. თუმცა მე არ ვიტყვი, რომ ჩვენ კულმინაციაზე ვართ. არა, ჩვენ ახლა ვიწყებთ ყველაფერს. ჩვენ ახლა შევედით აზარტში. ჩვენ ახლა შევედით ზუსტად იმ მდგომარეობაში, როდესაც მთელი შემართება გვაქვს გულში და გვაქვს ანთებული გულები. ხომ მეთანხმებით პარტნიორებო, მინდა თქვენს ჩაერთოთ და თქვათ, რომ ჩვენ ვართ დღეს ანთებულები, რომ ლივგუდი მთელ სოფლიოს გავაცნოთ. ასე თუ კი, ნამდვილად ასეა. ლიდერებს ველოდები, გისმენთ? ჩემო ძვირფასებო, თქვენი სიტყვა მინდა მოვისმინო. ქალბატონო იგა, ამბობდით რაღაცას. დიახ, მეგონა გაიგეთ უკვე ჩემი თქმა. კი, ანთებული ვარ მთელი სულით და გულით, რა თქმა უნდა. ჩვენ სასწაულები უნდა დავატრიალოთ მსოფლიო მასშტაბით. აი მე ამისთვის ვარ მზად ყოფნაში და თქვენს გვერდით. კი, ამ სასიამოვნო ნოტაზე, ამ სხვათა შორის ნინოს უკვე ძალიან კარგად იცნობს ნოუდერ ხაზანი, ჩემი გადმოცემით, კი ბატონო, და ბატონმა ნოუდერ ხაზანმა შემატყობინა მომწერა წერილი, რომ აუცილებლად ჯერ პირველ ჩანაწერს ქართული გუნდისთვის, რომელსაც გადმომიგზავნის და რა თქმა უნდა ჩემი თარგმანი იქნება და გავაჟღერებ ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგი ეტაპისთვის როგორც შეგვირდით, ის თავად გვესტუმრება, ვიდეო ჩანაწერი აღარ იქნება, ცოცხლად გვესტუმრება და აუცილებლად ჩაატარებს ჩვენთან ერთ საინტერესო, ასე ვთქვათ, პრეზენტაციას და მოხსენებას. ისე რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამასწინათ მოვისმინე ქალბატონი ალას პრეზენტაცია, სადაც გააჟღერა და ილაპარაკა ძალიან ბევრი ქართულ გუნდზე, ფაქტიურად ნახევარ პრეზენტაციაზე მეტი ქართულ გუნდს დაუთმო მან და ისაუბრა უსასრულოდ და უკვე მე მგონი დაგღალეთო ქართული გუნდითო, მაგრამ უსასრულოდ მიყვარს ეს გუნდი, იმიტომ რომ ჩემი განსაკუთრებული გუნდია ეს საქართველოს გუნდიო. უსაზღვროდ მიყვარსო ქართული გუნდიო, იმიტომ რომ განსაკუთრებულები არიანო, როგორც ადამიანები, როგორც პარტნიორები, როგორც პიროვნებები ებულშიო და ძალიან დიდ კავშირშია ჩემთანო. და მანაც თქვა ზუსტად რომ ქართულმა გუნდმა ჩვენ გვაჯობა პირდაპირ ნოუდერ ხაზანთან აქვს კავშირიო. ასეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავსო. ამას საუბრობს ადამიანი, რომელიც არის ბრილიანტის სტატუსში უკვე სხვათა შორის ლიდერებისთვის განსაკუთრებით უსვამას ხაზს. ის იყო ბრილიანტის სტატუსში, მე რაღაცა შეფერხება მოხდა, მაგრამ ეხლა ისევ ბრილიანტის სტატუსში, ისე რომ მას ვულოცავ გულწრფელად ამას და შემდეგ, ანუ 4 შაბათს მის პრეზენტაციას გავაჟღერებ, გადავთარგმნი მის ვიდეო ჩანაწერს. აუცილებლად 4 შაბათს გიწევთ ყველას, იმიტომ რომ ჩვენთან იქნება ასე ონლაინ მის გარეშე მისი ჩანაწერის თარგმანი. ისე რომ მოიწვიეთ ყველანი. ყველას მოგენატროთ ალბათ ქალბატონი ალა. გაიხარე, სტიმულია ყველა თითოეული ჩვენგანისთვის. ბოდიშინი მაპატიედე. და ის რომ ნოუდერ ხაზანთან პირდაპირ კავშირი აქვს საქართველოს გუნდს, ეს არის ჩვენი საოცარი ლიდერის დამსახურება. ნანა, არ ვიცი, არ დავიღლები. იმდენი შემიძლია ვისაუბრო შენზე, უსაზღვროდ მიყვარხარ, გაფასებ და მე ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემი მონათესავე სული.
და უღრმესი მადლობა რომ არსებობთ. გენაცვალეში. ძალიან მიყვარს სათითაოდ ყველა მიყვარს ჩვენი ასე ვთქვათ ლიდერები მთელი საქართველოს ეს ყველა მიცის უკვე და ჩემ ყველა ჩართვაში ამას ვაჟღერებ იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს საქართველოს უზომოდ მენატრება საქართველოს და კეთილი შურით მშურს რომ თქვენ მანდ ხართ და მე თქვენს გვერდით არა ვარ ძალიან მინდა ალბათ დადგება ეგ ბედნიერი დღე როდესაც მე ალბათ გადმოვინაცვლებ საქართველოში და სისტემატურად ვიქნები თქვენს გვერდით და ყველას ერთად ჩაგიკრავთ გულში. ეს ბედნიერება ალბათ მეღირსება ოდესმე და ძალიან მინდა რომ მეღირსოს. მინდა რომ ილოცოთ რომ მეღირსოს. ძალიან მიყვარხართ ყველა და კიდევ განსაკუთრებულად რა თქმა უნდა მიყვარს ჩემი ლიდერები, ჩემი განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დღეს ფუტკრებივით შრომობენ 24/7-ზე, რომ აი ეს დღეს თითქოს და ჩვეულებრივი რაღაც, ჩვეულებრივი შეხვედრა ღირსეულად ჩატარდეს და ღირსეულად წარსდგეთ აუდიტორიის წინაშე. ამას მეგობრებო, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. ეს არ ხდება ერთი ხელის დაკვირით. ამიტომ მე გთხოვთ ყველას, აი ეს ამ ადამიანების შრომა, რომლებიც მართლა სულ ფუსფუსებენ, სულ მუშაობენ, აი თქვენ როდესაც გძინავთ, ეს ადამიანები მუშაობენ. იმისათვის რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იყვნენ უბედნიერესები. აი ამისათვის შრომობენ ეს ადამიანები და ამ ყველაფერს ნამდვილად დაფასება უნდა. მიყვარხართ ყველანი გოგოებო, უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საერთოდ საქართველოს გუნდისთვის, საერთო საქმისთვის, თქვენი საკუთარი ოჯახის, თქვენი საკუთარი საქმეების სხერპლის ხარჯზე. აი ამ ყველაფერს აკეთებთ ამ ადამიანებისთვის. აუცილებლად დადგება საქართველოს გუნდში ის მომენტი, როდესაც ეს ძალიან მაღალ დონეზე გვირგვინით დაფასდება. ეს აუცილებლად მოხდება და საქართველოს გუნდი იზეიმებს უამრავ ბრილიანტს. ამაში მე უკვე 1000 კი არა, 1,000,000% ვარ დარწმუნებული. თავარია ერთად ყოფნა, შემართება, სიყვარული, ურთიერთგაგება. დღეს აი ასეთი შედგა საქართველოს სალიდერო. ამიტომ გილოცავთ, ყველას გილოცავთ, როდესაც სათავეში ძლიერი გუნდია, ის დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოდის. ამიტომ გულწრფელად გილოცავთ. სიყვარული ყველაფერს შველის, სიყვარული ყველაფერს ფარავს. სიყვარული ყველა სიტუაციას, ყველა რთულ სიტუაციას ლახავს. აი ამ სიყვარულმა გააკეთა ის, რაც დღეს თქვენს წინაშე დგას. აი დღევანდელი დღის, ასე ვთქვათ, გამოცხადებას. მომიცით, ასეთი წიგნი არსებობს ბიბლიაში, გამოცხადება, სადაც არის ჩამოყალიბებული ჩვენი სამყაროს მომავალი. აი დღეს ლივგუდისთვის და ჩვენი გუნდისთვის არის გამოცხადება. აი ის მომენტი, როდესაც ASO ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ანუ ვიწყებთ ძალიან მაგარ რაღაცას. გამოყევით, იყავით ჩვენთან. თუ გინდათ იყოთ წარმატებულები, თუ გინდათ იყოთ ბედნიერები, თუ გინდათ თქვენი შვილები იყვნენ ბედნიერები და როდესაც ისინი მიაღწევენ ამ ბედნიერებას, აი იმ გადმოსახედიდან მუხლმოდრეკილები დადგნენ თქვენს წინაშე და გითხრან, მადლობა მშობლებო, რომ დაგვანახეთ ეს გზა. გაიხარე ნანიკო, გაიხარე. დღევანდელი დღის მადლი გვეწეოდეს ყველას. ეს პირველი აღწერა და უფალმა დაგლოცოს ყველა. გაიხარით ქალბატონ ნათია. ქალბატონ ლია ჩიქოვანსუდა მე მგონი სიტყვა თქვას. იცი ქალბატონო ლია. არ მინდოდა რაღაც რამე რომ ეთქვა, მაგრამ აი რომ თქვი, გული დამწყდა რომ თქვენთან ერთად არა ვარ საქართველოში. იცი, როდესაც ყოველთვის ცხოვრებაში რაღაცა პრობლემები მქონდა, ლოცულობდი. ღმერთს ვთხოვდი რომ დამეხმარე და გამომიყვანე ამ პრობლემებიდან მეთქი. არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, მაგრამ ღმერთო შენ ხომ იცი მეთქი. აი
შენი ოჯახი რო არ წასულიყო ავსტრიაში, შენ რო არ გაგეგო ამ ლივგუთზე, შენ რო არ შემოგიტანა ეს საქართველოში, აი რო გავიგე, ან მართლა პირველად შოქში სითეზე დავფიქრდი და მაშინ ვიფიქრე, ну თუ ეს არის ჩემს ლოცვაზე პასუხი, რომ კიდევ არსებობს დედამიწაზე ისეთი კეთილი გულის ადამიანები, როგორიც არის ბატონი ბენ გლინსკი, ნოუდერ ხაზანი და როგორიც ხარ შენ, შემოკარგო, რომ არა შენ ლივგუდი არ იქნებოდა საქართველოში და რომ არა შენ მე და ჩემს ოჯახს არ გვექნებოდა ის იმედი, რომელიც უკვე მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი ლივგუდის წყალობით. მადლობა შენ ამისთვის და გული ამაზე არასდროს არ დაგწყდეს. იქნება დრო და დაბრუნდები ალბათ, თუ კი ეს იქნება საჭირო. შემოგევლეთ, დიდი მადლობა ქალბატონულია, უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, პირდაპირ მართლმსწრებლები მომადგა, უღრმესი მადლობა. დღეს ხარეთ თქვენთან ერთად, ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს და როგორც ხედავთ ეს ყველაფერი, არათუ შესაძლებელია ლივგუთში, ეს 100%-იანი და განუმეორებელ კომპანიაში ვართ. მართლა იქნება ის ყველაფერი, რაზეც თითოეული თქვენგანი ოცნებობს. მართლა იქნება, დარწმუნებული იყავით ამაში. და უკვე ვართ ისეთ კომპანიაში, სადაც ჯანმრთელობაზე მეგობრები საჯარები არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ გვაქვს საოცარი პროდუქტი. ეს პროდუქტი უნდა გასინჯოს თითოეულმა თქვენგანმა. ეს არის აუცილებელი. უნდა გაასინჯოს თქვენს ოჯახის წევრებს. როდესაც ჯანმრთელად ვიქნებით, მერე სიცოცხლე ორმაგად და ასმაგად გიხარია. ასე რომ, ქალბატონი ნანომძის თქმის არ იყოს, ვიწყებთ ჩვენი საოცარი ლიდერების თანხლებით, ვიწყებთ ლიდერების წინსვლას და ჩაერთეთ ეს ფეხბურთში და დავწყოთ ერთმანეთისთვის. კიდევ ერთ ვიტყოდი, სანამ ვინმე ჩაერთვებოდა, ნინო, შენ თქვი რომ აქამდე თუ გჭირდებოდა წვალება, რომ ადამიანებისთვის შეგვეტყობინებინა ლივგუდის შესახებ და რაღაც მომენტებში ჩვენ ვამბობდით იმას, რომ დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ აღარ დაგვჭირდება პრეზენტაციები. დადგება ის დრო, როდესაც ადამიანები თავად უკვე მზად ყოფნით შემოვლენ კომპანიაში და ეცოდინებათ რასთან აქვს საქმე. ჩვენ უკვე დაგვეწყო ეს პროცესი, მეგობრებო. ჩვენ შემოგვიერთდნენ სალიდეროში ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი ახსნა განმარტება არ სჭირდებოდათ. ისინი უკვე მზად იყვნენ და მათ უკვე იცოდნენ ლივგუდის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ისინი საიდან იცოდნენ? იქიდან რომ ისინი ესწრებოდნენ პრეზენტაციებს, იქიდან რომ ისინი ღებულობდნენ ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში, ისე რომ ისინი ინტერესდებოდნენ ამით. და აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე მათ გადაწყვიტეს რაღაცა ნაბიჯების გადადგმა, თავისთავად გადადგეს უკვე ეს ნაბიჯი და ამიტომ შევამჩნიე მე ესენი. ამიტომ დავინახე ესენი, იმიტომ რომ მათ უკვე გადადგეს ლივგუდისკენ ნაბიჯი, ისინი არ ელოდებოდნენ რაღაცას ციდან, რაღაცა მანას, ხომ? მათ უკვე დაიწყეს მოქმედება. ისინი მათ არ იფიქრეს, რომ აი ხა მე დავჯდები და რაღაცა ფულები ჩამომეყრება მაღლიდან. არა. მათ უკვე დაიწყეს მოქმედება და ამ მოქმედებაში დავინახე მე. და აი ამიტომ არიან დღეს ისინი სალიდეროში, ხომ? ამიტომ ამ ადამიანებს არ დაჭირდათ ახსნა გამარტება. მათ უკვე იცოდნენ სად მოდიოდნენ. ასე იქნება უკვე ყოველი მეორე და მესამე. ლივგუდში აღარ იქნება საჭირო ანოტაცია, აღარ იქნება საჭირო ინფორმაცია. ლივგუდის ინფორმაცია მთელ სოფლიოს ეცოდინება. ლივგუდის შესახებ მთელი სოფლიო ჩვენ ვიქნებით. ამიტომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება პრეზენტაციები. აი ერთადერთი რა დაგვჭირდება, როდესაც მოვლენ და შეკითხვებს დაგვისვამენ, ჩვენ პასუხებს გავცემთ. კი? არა. სხვა არაფრის თქმა აღარ დაგვჭირდება. აი ეს არის ლივგუდი. შეიგრძენით, შეესისხორცეთ, გაიგეთ რასთან და რა ოქრო ბრილიანტთან გაქვთ საქმე. საღამომშვიდობის სამეგობრებო. საღამომშვიდობის საყვარელო. ხალბატონო ნანა, მინდა თქვენი აზრი გავაგრძელო, რომ მალე დადგება ის დრო, ის პერიოდი, ეს ცოტა
წინასწარმეტყველებასავით გამოგვდის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის წინაპირობა, რომ ასე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, რადგან 3 წელიწადში არც კი კომპანია ლივგუდი 200 ქვეყანაში რო შევიდა და რომ შეიტანა ეს უზარმაზარი ინფორმაცია, უნიკალური ბიოდანამატები, გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ ასე ვიფიქროთ, რომ იმდენად გავრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება პრეზენტაციების ჩატარება და მით უმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია 3,5 მილიონ ადამიანთან ამ ინფორმაციის მეტანა არ იქნება რთული. მაგრამ მანამდე ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული, მივიტანოთ ადამიანის ყურებამდე ეს ინფორმაცია. თუნდაც დავიწყოთ აი ამ დახურული Telegram ჩატიდან, სადაც ჩვენ ახლა ვართ, ვესწრებით ამ საღამოს. შეგვეძლო ეს საღამო, ეს 1 საათი ხო სხვა რაღაცისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ გამოვყავით დრო, დავესწარით, რადგან პარტნიორებიც და სტუმრებიც მე ბევრ უცხო სახელს და გვარებს ვხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ახალი ადამიანებიც ესწრებიან, ესმით, რა საქმესთან გვაქვს შეხება. გვაქვს Facebook გვერდი, რომელიც ხალბატონმა ნანამ შექმნა და ეს Facebook გვერდი ჩვენ და სასიხარულოდ იძებნება Google-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გავედით მსოფლიო მასშტაბზე, როდესაც ადამიანებს დააინტერესებთ ჯანმრთელობაზე, ფინანსზე ინფორმაცია, რაღაცა ისეთ საკვანძო სიტყვას ჩაწერენ და ამოაგდებს ქართულ Facebook-ს გვერდს. ასე გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები და აი ამ წარმატებისგან ჩვენ უბრალოდ ნაბიჯი უნდა გადავდგათ, უნდა ვიმოქმედოთ. თითო აგური უნდა დავდოთ ყოველ დღე. და ჩვენ დიდად მოხარულები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ ძვირფასო პარტნიორებო და ძვირფასო სტუმრებო. ასე რომ წინ ჩვენ გველოდება მწვერვალი, სადაც ბრილიანტივით ბრწყინავს ლივგუდი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ჩვენო ძვირფასო, გაიხარეთ ამ ჩართვისთვის. აბა ლიდერებო გისმენთ, ჯერ გვაქვს კიდევ ცოტა დრო. ქალბატონო ლია, ქალბატონო ინგა. ბოდიშიც უნდა ჩავერთო, ვერ მოვისმინე ბოლო თქვენი დადება. ქალბატონ მანანა ცირეკიძეს სურდა აზრის გამოთქმა. ქალბატონო მანანა, ჩვენგან მიკროფონი ჩართულია, შეგიძლიათ ჩაერთოთ. საღამო მშვიდობისა ყველას. ძალიან მატირეთ ამ საღამოს ქალბატონმა ნანამაც და ნინომაც და მადლობა ამ ცრემლებისთვის. ნინოს ცრემლებმა დაამტკიცა ყველაფერი ის, რაც ქალბატონმა ნანამ ისაუბრა ნინოზე. ასე რომ ამ მოხუც ახალგაზრდობისკენ გადმოვიდა ნაბიჯი და ჩავდგეთ თქვენ ფერხულში. იმედია, რომ ხელშემიწყობ თამაში. მადლობა ყველაფრისთვის, იხარეთ და თქვენ გვერდით მიგულეთ, როგორც კი შევძლებ. მშვიდობიანი საღამო ყველას. იცოცხლეთ, გაიხარეთ. ჩვენც თქვენს გვერდით ვართ, ყველას გვერდით, რა თქმა უნდა. მზად ვართ ყველაფერში, დაგეხმაროთ და დაგიდგეთ გვერდში. შეძლებს დაგვარათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ახლა უცებ მომივიდა რაღაც თავში, რომ ძვირფასო მეგობრებო, ხშირად ვაჟღერებთ ამას, რომ თუ შეიძლება მიკროფონი მოდერატორს თხოვ მიკროფონს მიაქციოს ყურადღება და გამართოს მიკროფონი. ჩვენ ხშირად ვაჟღერებთ, რომ ეს არის გუნდურობა, ხომ? ეს არის ჯაჭვი. ამ ჯაჭვის მეშვეობით უნდა წავიწიოთ ჩვენ წინ. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. და აქედან გამომდინარე, ვთხოვ სპონსორებს, ყველა სპონსორს, ყველა მიაქციეთ თქვენს საკუთარ გუნდებს ყურადღება. სათითაოდ დაუკავშირდით ყველას. კითხეთ ხომ არაფერი სჭირდებათ, კითხეთ ხომ არაფერი დახმარება ესაჭიროებათ. იმიტომ რომ არ უნდა დარჩეს ადამიანი უყურადღებოთ, არ უნდა დარჩეს ადამიანი
უპატრონოთ და არ უნდა იხედებოდეს აქეთ-იქით ვაიმე მინდა რაღაცის გაკეთება და ვერ გავაკეთე. ვერ ვაკეთებ და არავინ არ მეხმარება. ეს არ უნდა გაჟღერდეს ლივგუდის ჩატში. მინდა დახმარება და არ მეხმარება, ეს არ უნდა არსებობდეს ჩვენს გუნდში. როდესაც მოყავთ ადამიანი, იმ ადამიანს სჭირდება ყურადღება. ანუ როგორც ყოველს სჭირდება მორწვა. აუცილებლად არ უნდა დაიზაროთ. თქვენ თუ გინდათ რეალურად ბიზნესის შექმნა, ჩემო ძვირფასებო, არ უნდა დაგეზაროთ სათითაოდ დაურეკოთ ყველას და კითხოთ, ხო არაფერი გაწუხებს, ხო არაფერი გჭირდება. იცით, როდესაც მე დავიწყე და ნინო ჩვენთან ერთად ასევე და ყველა იმ ლიდერმა, რომლებიც დღეს არიან. მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ მე და ნინო ღამეებს ვათენებდით. ღამეები ვესაუბრებოდით ადამიანებს. აბსოლუტურად განუსხვავებლად ის ფაქტიურად ჩემთან ახლო იყო სტრუქტურაში თუ არაფერს არ ამაძლევდა. ასევე რა თქმა უნდა ნინო, საერთოდ განურჩევლად ჩვენ არ ვკითხულობთ ვის გუნდში ვინაა, ვისაც სჭირდებოდა დახმარება ვეხმარებოდით. რა თქმა უნდა, დროსთან ერთად გაიზარდა საქმეები, დროსთან ერთად და გაიზარდა ხალხი და ადამიანები. ფაქტია, რომ ჩვენ ეხლა 5000-იან ჯგუფს ვერ შევწვდებით სათითაოდ. ამიტომაც გთხოვთ მეგობრებო, აი ეს შემართება, ის მაგალითი, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ ადამიანების წინაშე და თქვენს წინაშე, ძალიან გთხოვთ გაიმეორეთ თქვენს გუნდებთან. ზუსტად ასე. ის თქვენი სტრუქტურა, ისევე როგორც თქვენ ხართ ჩვენი სტრუქტურა და ჩვენი სტრუქტურა, ასე არიან ისინი თქვენი სტრუქტურა. ამიტომ არ უნდა მიატოვოთ ისინი თუ გინდათ რომ მათ მერე კითხვები არ დასვა, მეგობარო, რაში ვიხდი იმათ დოლარს? რატო ვარ აქ? ეს კითხვები არ უნდა დაისვას, ეს თქვენი ასახსნელია. და იმისათვის რომ თქვენ მათ ეს აუხსნათ, აუცილებლად აქ უნდა მოისმინოთ ეს ყველაფერი. თქვენ არ გექნებათ სიტყვა, არ გექნებათ პასუხი ამ ადამიანებისთვის და ის ადამიანები როგორც მოვლენ, აი ესე წავლენ, იმიტომ რომ ისინი ყურადღებას ვერ იგრძნობენ და ისინი იქნებიან ასე ვთქვათ, შეწუხებულები ამის გამო და დიდხანს არ გაჩერდებიან აქ, თუ არ გააგებინეთ, რატომ არიან აქ. თქვენ, როდესაც გეწოდებათ ლიდერი და 4 ადამიანიც რო ყავთ, ეს უკვე თქვენი სტრუქტურაა. ის 4 ადამიანი ყოველდღიურად უნდა შეაწუხოთ და ყოველდღიურად უნდა გკითხოთ, რაში დაგეხმაროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენი გუნდი შეიკრას. გუნდურობა მარტო ჩვენ ჩატში და ამ თავარ ჩატში კი არ უნდა იყოს. თითოეულ თქვენ სტრუქტურაში უნდა იყოს გუნდურობა. იქ უნდა ჩადოთ თქვენი ყველა ენერგია და კომპანია ზუსტად ამაში გიხდით ფულს, რომ თქვენ საკუთარ ლიდერებს ზრდით და ეხმარებით. ისინი თუ გაიზრდებიან, თქვენი სტრუქტურა გაიზრდება და თქვენ გექნებათ შემოსავალი. ავტომატურად, თქვენ ცნობიერად, საკუთარ გუნდზე, საკუთარ თავზე ზრუნავთ. ხვდებით? ის რო ჩამოყალიბდება ლიდერად და მას რო ექნება 50000 ხელფასი, 25000 ხელფასი შენი ექიდან. ეს მომენტი უნდა კარგად გაიაზროთ, მაგრამ მომისმინეთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანგარებით მუშაობას. აი მოდი ჩემ თავზე ვიზრუნებ და იმიტომ დავეხმარებ იმას. არავითარ შემთხვევაში. ის რაც უნდა გააკეთოთ და რაც გითხარით, ეს გააკეთეთ სიყვარულით და ის სიყვარული ავტომატურად დაბრუნდება თქვენთან. და არა იმიტომ, რომ აი მე მაქვს გამორჩენა ამისგან და მოდი ჯანდაბას დავეხმარებიო. არა. აი ეს მოწოდება ჩემგან არასოდეს არ გეღირსებათ და არც არასოდეს არ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ქალბატონო ნანა. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, რადგანაც მართლაც ეს არის კომპანია, სადაც ერთმანეთთან ძივებივით არის აწყობილი ერთმანეთის გასწისვლა. ესაა ჩვენი მთავარი საქმე დღეს აქ, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ აქ არ გვევალება ზედმეტი არაფერი, რადგანაც ჩვენ ხელთ არის აწყობილი, გამზადებული, ჩამოყალიბებული ბიზნესი, სადაც ხელის განძრევა არ გჭირდება ამ საქმეში. ჩვენი საქმე არის სწორედ ის, რომ გვერდში დაუდგეთ ადამიანებს, გავზარდოთ ადამიანები და დავეხმაროთ, რომ იყვნენ წარმატებული და ასევე მთლიანად მთელი გუნდი იყო შემდეგ წარმატებული, რადგანაც აქ ერთმანეთის წარმატებით ვართ ჩვენ ძლიერი. დიახ, ეს ნამდვილად ასეა,
ნამდვილად ეს ეხება ყველა ამაში დამერწმუნება და მე პირადად ბევრჯერ გამომიცდია სხვისი დახმარება, სხვას გულისხმობ იმაში, რომ რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მე ყოველთვის დახმარების ხელს მიწევდა ჩვენი ძვირფასი პარტნიორები. და ეს ჩემთვის შეუძლებლად მიმაჩნდა ამ სფეროში ყოფილიყავი, რადგანაც ვფიქრობდი ეს ჩემი საქმე არ არის მეთქი, მაგრამ სწორედ თქვენმა მხარში დგომამ, თქვენმა სიყვარულმა, თქვენმა დახმარებამ გადამატანია ეს ყველაფერი და მე დღეს იმ აზრზე აღარა ვარ და აღარ გავიმეორებ იმ სიტყვებს, აღარც კი გავიფიქრებ, რასაც მანამდე ვფიქრობდი. დიახ, ეს იყო დიდი შეცდომა, რადგანაც მე არ ვიცნობდი აქ შიგნით სამზარეულოს და როდესაც ეს უკვე გავიცანი, ეს უდიდესი სიამოვნება, უდიდესი სიამაყეა ჩემთვის, რომ არის საქმე, სადაც არის სისუფთავე, წესრიგი, გულწრფელობა, გამჭირვალობა, რაც დღეს იშვიათია ამ წუთის ოფერში. დიდი მადლობა ყველას თვითეულ თქვენგანს ასეთი დისციპლინისთვის და ასეთი შრომისთვის და ეს რა თქმა უნდა მართლაც ვიტყვით, ამომად ვიტყვი, რომ ეს ქალბატონი ნანას დამსახურებაა და იმ ადამიანების, რომლებიც მის გვერდში ტრიალებენ ქალბატონი ნინოს სახით და ვინც დამხვდა მე რომ მოვედი, ნანისი კინჭალაშვილი, ციცი ბეჟუაშვილი და იყვნენ კიდევ აქ ადამიანები, თუნდაც ლიაჩილაშვილი, თუნდაც დამხვდა კიდე ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემამდე მოვიდნენ, აი მათგან ვისწავლე მე ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ამისათვის. წარმატებას გისურვებ თითოეულ ჩვენგანს და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება არ დააგვიანებს. იმდენად იზრდება ქართული გუნდი და ნამდვილი ლიდერები ყალიბდება და ნამდვილი მიუგუძე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონო დალი. ზეთკომი ჩვენ ყველანი ვსივართ, მაგრამ ნინიკო ფეხზე დგას და დავასვენოთ უკვე გავუშვათ. ნინიკო, თუ რამის თქმა გინდა სიხარულო თქვი? შეკითხვები აღარ არის ძვირფასებო. ხედავ რომ აღარ არის არაფერი. ქალბატონო დალი, ერთი წუთით. ქალბატონო დალი, ჩემი ხმა ისმის? ისმის. ჩემი ხმა ისმის? ნანას ხმა. ისმის კი. დალი გესმის ჩემი? ერთ ვიტყოდი, ეთყობა ინტერნეტის ხარვეზია, ასე რომ დიდი მადლობა ქალბატონო ნინო დღევანდელი ულამაზესი საღამოსთვის. დიდ მადლობას მოგახსენებ მთელი ქართული ჩატის სახელით. ნამდვილად სასიამოვნო საღამო გქონდა შენთან ერთად. დიდი მადლობა ამისათვის. დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდ. გაიხარეთ ქალბატონო დალი, ნინიკო. დიდხანს აღარ დაგაყენებთ ფეხზე, თუ გაქვს კიდე რამე სათქმელი სიხარულო თქვი, აუდიტორია სმენ. კი ბატონო, ერთ დავამატებდი ქალბატონო ნანა თქვენს მიმართვას, ჩვენს ლიდერებთან, ჩვენს პარტნიორებთან ყურადღება კი მეგობრებო აუცილებლად არის საჭირო, ელემენტარული. ყოველ პრეზენტაციის წინ მიწერეთ თქვენს მოწვეულ ადამიანებს და მოიყვანეთ ჩათამდე. მოიყვანეთ ჩვენამდე. ჩვენ სწორედ მათთვის ვატარებთ ამ პრეზენტაციებს. მეტი არაფერი არ გივალებთ. მოიყვანეთ ჩვენამდე, დასვან კითხვები და ჩვენვე გავცემთ პასუხს. ამაზეც ჩვენ აქ ამისთვის ვართ, სწორედ ამისთვის. მოვიდმოთ დაესწრებით პრეზენტაციებს, თქვენ თვითონ ჩვენ ხა ვინც ესწრებით, რომ მაგალითი იყოს თქვენი მოყვანილი ადამიანების. ეს არის აუცილებელი. შემოიყვანეთ თითოეული თქვენი დარეგისტრირებული ადამიანი, რათა გაიგონ ეს უნიკალური კომპანიის შესახებ, ჩვენ რასაც საუბრობთ, სწორედ მათთვის. ისინი თუ აქ იქნებიან და მოისმენენ პრეზენტაციას, აი ზუსტად მაშინ იქნება ძალიან დიდი შედეგები იმერცხებათ. კი, ნამდვილად ასეა. ვეთანხმები და 1000%-ით ხელს ვაწერ ამ სიტყვებს და აი ამ ლამაზ ნოტაზე ჩემო ძვირფასებო, მადლობა ყველას, ვინც მიიღეთ მონაწილეობა, მადლობა დღევანდელი დღისთვის
ნინიკო, მადლობა ამ საოცარი პრეზენტაციისთვის, ამ საოცარი ემოციისთვის, რომელთაც აგვინთე გულები და აგვაფორიაქე ძალიან. უღმესი მადლობა სიხარულო. და ბედნიერი ვარ ასეც რომ ხედავ. აი მართლა უბედნიერესია. და ყველაფერს კარგს. აი ამ ყველაფერს კი რაც მე გისურვებთ, გთავაზობთ კომპანია ლივგუდი. იყავით ჩვენთან, დარჩით ჩვენთან და იყავით ბედნიერები. აგრძელებოდი და მშვიდობიან თანაშემწე მეგობრები, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.